ჩვენთან სტუდიაში იმყოფება სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონი, მღვდელმსახური გიორგი ვაშალომიძე. დაგლოცეთ მამა. მერტმოდ აგლოცოთ და შემწეობა მოგმარლოთ. ძალიან დიდი მადლობა მამაო, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ხვალინდელი დღესასწაულის შესახებ. გიორგობას აღნიშნავთ ჩვენ ხვალ და ჩვენ ვიცით რომ ხვალ წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება. ისე კი როგორც გიორგიმ თქვა, რამდენჯერმე ორჯერ აღინიშნება გიორგობა და მეორედ ჩვენ 6 მაისს დღესასწაულებთ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, აი რა ცნობები გვაქვს წმინდა გიორგის შესახებ და უფრო კონკრეტულად რას აღნიშნავთ ხვალინდელ დღეს, ანუ 23 ნოემბერს. უპირველეს ყოვლისა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს თქვენ ტელემაყურებელს, ყოველ ქრისტიანს მიულოცოთ დამდეგი გიორგობა, განსაკუთრებით გიორგებს, ამ სახელის მატარებელთ. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, სანამ უშუალოდ წმინდა გიორგიზე გადავალთ, რამოდენიმე წუთი მინდა დავუთმო იმ მდგომარეობას და იმ სიტუაციას, სადაც მყოფობდა და მოღვაწეობდა წმინდა გიორგი. ეს გახლავთ მე-3 საუკუნის დასასრული და მე-4-ის დასაწყისი, როცა რომის იმპერიაში იმპერატორობს დიოკლეტიანე. ზოგადად ქრისტიანობამ ძალიან ბევრი და საშინელი დევნა განიცადა, მას შემდეგ რაც იგი დაარსდა. განსაკუთრებული დევნებით გამოირჩევა პირველი 3 საუკუნე რომის იმპერიაში კონსტანტინემდე 313 წლამდე, სანამ ეს ბილანის ედიქტი არ იქნა მიღებული, იქამდე საშინელ დევნას განიცდიდნენ ქრისტეს მიმდევრები. ეკლესიის ისტორიკოსები დევნის პერიოდებათაც კი ყოფენ ამ ეპოქას, მაგალითად პირველი დევნა, მეორე დევნა და ასე შემდეგ. ეს დევნა პირველად აღზრა იმპერატორმა ნერონმა და ამის შემდეგ უკვე მე-10 დევნად არის სახელდებული დიოკლეტიანეს მიერ აღზრული დევნა ქრისტიანების მიერ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ დიოკლეტიანეს, რომელიც 285 წელს ავიდა ტახტზე, ზოგი ცნობის 284 წელს, მისი ცხოვრების დასაწყისი არ გამოირჩეოდა ნამდვილად ქრისტიანებისადმი უარყოფით დამოკიდებულებით, პირიქით, შემწყნარებლობითაც კი გამოირჩეოდა, მაგრამ ისტორიიდან ცნობილია, რომ მას შემდეგ რაც იგი გამეფდა, რამოდენიმე წლის შემდგომ რომს საშინელი განსაცდელები დაატყდა თავს, ეს იყო ეპიდემიები, ეს იყო სხვადასხვა უცხოელი დამპყრობლების მიერ დარტყმები რომის იმპერიაზე და ყოველივე ამას იმპერატორის გარემო იმპერატორს თააგონებდა, რომ ყოველივე ამის მიზეზი იყო ის, რომ იმპერიაში იყვნენ ადამიანები, რომელნიც კერპებს არ მსახურებდნენ, ანუ ქრისტიანებზე იყო საუბარი. სწორედ ამიტომ და მათი, თუმცა პირველად თავს იკავებდა იგი მაინც ამ დევნის დაწყებისგან, იცოდა თუ რაოდენ სისხლის ღვრელი იქნებოდა ეს ყოველივე, მაგრამ შემდგომში მან ეს დაიწყო. განსაკუთრებით აი მისი მრჩევლებიდან გამოირჩევა მაგნეტიოსი, მისი ასე ვთქვათ, მარჯვენა ხელი შეიძლება ითქვას და რომლის დროსაც საშინელი დევნა აღესრულა ქრისტიანებს. აი ჩვენ ისტორიკოსები აგვიწერენ, მაგალითად ევსები კესარიელი, რომელიც თვითმხილველია ამ ყოველივესი, ბრძანებს თუ როგორ გაყავდათ ქრისტიანები რომის ცნობილ არენაზე და როგორ ახოცინებდნენ იგი გაავებულ მხედრებს. იქვე ყვება რამოდენიმე სასწაულებრივ შემთხვევასაც, თუ როგორ მიიდრიკებოდა ხოლმე მხედრნი ღვთის შემწეობით მოწამეთაგან. და სწორედ აი ამ ეპოქაში უწევს წმინდა გიორგის მოღვაწეობა. წმინდა გიორგი სრულიად ახალგაზრდა კაბადოკიელი ჭაბუკი რომის იმპერიის კარზე წარსგება, სხვათაშორის მამამისიც გერონტიოსიც ასევე მხედართავარი იყო და მოწამეობრივად აღესრულა ისიც. წმინდა გიორგის და დიოკლეტიანეს დასაწყისში საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. დიოკლეტიანემ იგი მხედართავრად დაადგინა, არსებობს ცნობა, რომ იგი მისი პირადი დაცვის წევრიც იყო და საკმაოდ დიდი კარიერა ჰქონდა, სამხედრო კარიერა იმპერატორის კარზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც როგორც უკვე აღნიშნე, იმპერატორმა ქრისტიანების დევნა გამოაცხადა, წმინდა გიორგიმ გადადგა საოცარი ყველასთვის აღმართონებელი ნაბიჯი. მან გაყიდა თავის ქონება, დაურიგა გლახაკებს და აი ისე რომ არავინ არ აიძულებდა ამას, თავად წარსდგა იმპერატორის წინაშე და ახოვნად აღიარა ქრისტე. მან იცოდა რომ უეჭველი სიკვდილისთვის მიდიოდა აი ამ ნაბიჯით, მაგრამ უკან არ დაიხია და სხვადასხვა საინტერესოა რომ როცა იგი იმპერატორს მიმართავს, არა მარტო თავის თავს აღიარებს ქრისტიანად, არამედ იმპერატორსაც მოუწოდებს რომ იგიც ქრისტიანი გახდეს.
აი ამ დროს იქვე არის, როგორც უკვე აღნიშნე, იმპერატორის მეგობარი მაგნეტიოსი, რომელიც არისტობს მას და ეუბნება თუ ვინ არის იგი. და წმინდა გიორგი მას სცემს საოცარ პასუხს, რომ იგი ბრძანებს, ჩემი უპირველესი და პატიოსანი სახელია ქრისტიანი, ხოლო ხალხნი გიორგის მეძახიანი. და აი ამის შემდგომ იმპერატორი მას თხოვს, რომ დაინდოს საკუთარი თავი, მაგრამ რა თქმა უნდა წმინდა გიორგი უარზეა და იწყება მისი წამებები. საშინელი წამებები შეამთხვია იმპერატორმა მას, ხათაშორის დათვლილიც არის 7 ტიპის წამება მიანიჭა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში იმპერატორმა გიორგის, მე-7 უკვე იყო მისი თავის კვეთა. და 7-ვე, რაც ყველაზე მთავარია, იყო განკუთვნილი მისი სიკვდილისთვის, ანუ ეს არ იყო წამება წამებისთვის, ეს 7-ვე წამება იყო იმისთვის, რომ იგი მომკვდარიყო. მაგრამ იგი 7-ვე წამებას ღვთის მადლით უნებელი გადაურჩებოდა ხოლმე, აი პირველი იყო მაგალითად იგი ძელზე გააკრეს და უბრძანეს ეს პირველივე დღეს რომ მოხდა, როცა მან ქრისტე აღიარა და უბრძანეს ჯალათს, რომ შუბით განეგმირა მისი კერდის, სანამ პირდაპირ წერია, რომ სანამ აი ნაწლავები არ გადმოიყრებოდაო გარეთ, მაგრამ აქედანაც ღვთის შემწეობით უნებელი გამოვიდა გიორგი. მეორე იყო ლოდი დაადეს მას გულზე, ესეთი 4 კაცმა ძლივს აზიდობდა, დაადეს გულზე და ეგონათ რომ მკვდარი იყო და ისევ ცოცხალი მოევლინა იმპერატორს და მომხდობთ და აი უკვე მეორე დღეს, როცა მეორე დღე გათენდა, იმპერატორმა ბრძანა მისი ბორბალზე გაყრა. აი სწორედ ამ დღეს აღნიშნავთ ჩვენ ხვალინდელ დღეს 23 ნოემბერს ახალი სტილით და ეს იყო საერთოდ საშინელი წამება ერთის მხრივ, იმიტომ რომ ეს იყო ან ურმის ბორბალი, რომელზეც გარშემო იყო ეკლესებრი ლითონით გარშემორტყმული და ეს სწორედ მასზე, ანუ მიზანი რა იყო, რომ არა მარტო მოეკლათ იგი, მისი სხეულის კი დაეფლითათ და დაენაწევრებინათ და ამით იმპერატორს ეზეიმა მისი აზრით კერპების გამარჯვება ქრისტეზე. და მართლაც ყოველს რომ მკვდარი ეგონა და თავად იმპერატორი მას კი დატოვა საწამებელი ადგილი, წმინდა გიორგი ცნობილი სიტყვები მოესმა მას ზესიდან, რამოდენიმე საათის შემდეგ, ნუ გეშინია გიორგი, მე შენთან ვარ და სასწაულებრივად მოხდა მისი გარდამოხსნა აი ამ ბორბლიდან და იგი აბსოლუტურად ანგელოზმა გარდამოხსნა მისი ცხოვრების თანახმად და აბსოლუტურად უნებელი წარსდგა ისევ იმპერატორის წინაშე, რომელიც ამ დროს ბომონში იყო და არტემიდეს ღმერთს თაყვანს სცემდა და ნუ ამის შემდგომ შორს აგვიყვება ჩამოთვლა დაწვრილებით მისი ცხოვრებისა, კიდევ 23-ჯერ შეამთხვიეს ტანჯვა და უკვე მე-4 გზის, ანუ მე-7-ჯერ მე-7-ჯერ უკვე მას თავი მოკვეთეს. მამა გიორგი, თქვენ ბრძანეთ, რომ განსაკუთრებით გიორგის მოსახელეებს ულოცავ და ალბათ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია ჩვენს ქვეყანაში გიორგი, ასევე არ მინდა შევცდე, ვერ ვიხსენებ ზუსტად სად, მაგრამ მნიშვნელოვან თხზულებაში ვკითხულობთ, რომ არ არიან ბორცვი და მაღალი გორაკნი, სადაც წმინდა გიორგი, ხო, აი მადლობა რომ შემახსენეთ, სადაც არ იყოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ასევე ესეთი თქმულებაც არის გავრცელებული ხალხში, რომ წელიწადში 365 დღეა და აი ყველა დღეს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ წმინდა გიორგის ხსენებაა, რადგან ამდენივე ტაძარია ყოველ დღე მის სახელზე აშენებული და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ განსაკუთრებული თაყვანისცემა აქვს ამ მართლაც გამორჩეულ და დიდ წმინდანს ჩვენს ქვეყანაში. აი რატომ არის ასე, ალბათ დასმულა ეს შეკითხვა, მაგრამ საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ რომ გვიპასუხოთ, რა არის ის გამორჩეული მაშინ, როდესაც ამდენი ასობით და ათასობით წმინდანი არსებობს მართლმადიდებლურ სამყაროში, აი რაღაცნაირად გამოკვეთილად ეს არის ერთ-ერთი წმინდანი, რომლის მიმართაც განსაკუთრებული მოწიწება და თაყვანისცემა არსებობს ჩვენს ერში. დიახ, აი სწორედ ხვალინდელი დღე, ანუ 23 ნოემბერი, რომელსაც ჩვენ აღნიშნავს, რომ მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს, არის დასტური ჩვენი ერის განსაკუთრებული დამოკიდებულებისა წმინდა გიორგისადმი.
უპირველეს ყოვლისა, აი ამ შევჩერდე ჯერ ზოგადად აი ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რატომ გამოირჩა მაინცსა და მაინც ეს დღე, აი მე ზემოთ აღნიშნე რომ 7 გზის აწამეს, იგი 7 სახით აწამეს წმინდა გიორგი საღვთისმსახურო წინ თვენში პირდაპირ არის ეს სახელი, ეს ციფრი დასახელებული და მაინცსა და მაინც ბორბალზე წამება რატო? ამას აქვს ორი მიზეზი, ერთი საღვთისმეტყველო და მეორე მიზეზი გახლავთ სწორედ ჩვენი ერის დამოკიდებულება წმინდა გიორგისადმი. საღვთისმეტყველო გახლავთ ის, რომ ამ 7-თაგან თავის კვეთას თუ არ ჩავთვლით, ყველაზე გამორჩეული წამების კუთხით არის სწორედ ბორბალზე წამება. მეცაც გეტყვით, არიან წმინდა ამბები, რომლებიც ამას ადარებენ მაცხოვრის ჯვარცმას. აი თქვენში წერია ასე პირდაპირ არის თქვენი საკითხებებში ამ დღესადმი მიზღუნოში პირდაპირ არის შედარებული იგი მაცხოვრის ჯვარცმას. მეორე მიზეზი არის როგორც გითხარით ჩვენი ერის დამოკიდებულება წმინდა გიორგისადმი და აი რა კუთხით შეიძლება ამის დანახვა. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და ვეცდები მოკლედ მოგახსენოთ. უპირველეს ყოვლისა ზოგადად ყოველ ერს ყავს მისი განსაკუთრებული წმინდანი, განსაკუთრებული და ალბათ მიჩნეული მფარველი წმინდანი. ეს განსაკუთრებულობა განპირობებულია წმინდანის ცხოვრებისა და ერის ცხოვრების გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავსებით. აი რითი გავს მაგალითად ჩვენი ერის ცხოვრება წმინდა ჩვენი უწმინდეს პატრიარქი ხშირად მოყავს ხოლმე მაგალითი როცა აი ხან ჩემს მიერ აღნიშნული ნუგეშინია გიორგი მე შენთან ვარ და იგი ბრძანებს ხშირად თუ აი გიორგი საქართველოა და საქართველოს ეუბნება უზენაესი ღმერთი და ანუგეშებს ყოველთვის რომ იგი მასთან არის. მართლაც თუნდაც ამ კუთხით ასევე წმინდა გიორგი მოგეხსენებათ იყო და გახალავთ მეომარი. ჩვენი ქვეყნის მთლიანი ისტორიას ერთი დიდი ომია შეიძლება ასე ეწოდოს მას არა მარტო ქრისტიანულ სამყაროში, სხვათა შორის ქრისტიანულ და წარმართულ სამყაროშიც ეს ასე იყო. იქ წარმართულ სამყაროში იგივე მაგალითად მთვარის ღვთაება იყო მთავარი ღვთაება, შემდგომ როცა ფარნავაზმა გააერთიანა ქვეყანა და არმაზის კერპი შექმნა, არმაზის კერპიც მეომარი კერპი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ქრისტიანობაში უკვე სხვათა შორის ერთი საერთოა კიდე აი რაც ძალიან საინტერესოა ხარის თემა, აი რაც გულისხმობს წმინდა გიორგის ისტორიაში არის ასეთი მომენტი, როცა იგი შეპყრობილია მასთან მიდის ერთ-ერთი ადამიანი გლეხი, რომელსაც მოუკვდება მარჩენალი ხარი და სთხოვს წმინდა გიორგის რომ ეს ხარი გაუცოცხლოს და ასეც ხდება და აი ამ ხარის გაცოცხლება ხდება მიზეზი ამ ადამიანის ქრისტიანობაზე მოქცევისა და არა მარტო ქრისტიანობაზე მოქცევისა, იგი მარტვილურად მოწამეობრივად აღესრულება კიდეს და ხარი ქართულ თუნდაც წარმართულ სამყაროში ერთ-ერთი ღვთაებრივი კულტი იყო გამომდინარე ჩვენი მიწათმოქმედებიდან და შემდგომ ეს ამ ხარმა მიიღო ქრისტიანული დატვირთვას, მაგალითად ბოლნისის სიონში, ბაპტისტერიუმში, ანუ სანათლავში კაპიტელზე გამოსახულია ხარის თავი რქებში ჯვრით, ანუ ზოგადად შემდგომ ამას ანუ ეს ასევე სვეტიცხოვლის თავარ შესასვლელთან კარიბჭესთან გამოსახულია და არა მარტო იქ და აი ხა ეს ერთი მაგალითია, უამრავი ასე ვთქვათ შეიძლება ამას ვთქვათ ფსიქოლოგიური ასე ვთქვათ მსგავსება შეიძლება დავინახოთ ასევე მახარებლის სიმბოლოა კი ბატონო ხარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა აი ეს განსაკუთრებული მფარველობა წმინდა გიორგისადმი რამოდენიმე მიმართულებით გამოვლინდა. პირველად აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ის რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო შემთხვევები როცა წმინდა გიორგი ხირულის სახით ევლინებოდა ქართულ მაგალითად ჯარს, მაგალითად ყველასათვის ცნობილი დიდგორის ბრძოლის დროს პირდაპირ წერს ისტორიკოსი, რომ წმინდა გიორგი ხირულის სახით მოევლინა დავით აღმაშენებლის მეომართ და თავად დავითს და ხირულის სახით მუსრავდაო მომხდურთ. ასევე ჩვენ გვაქვს ცნობა ბახტრიონის ბრძოლის დროს რომელიც როდესაც ასევე წმინდა გიორგი ხილულად მოევლინა მებრძოლთ შემწეობის აღმოსაჩენად, ასევე ჩვენ გვაქვს წანისის ბრძოლის დროს, მოგეხსენებათ 1799 წელს მოხდა ეს ერთ-ერთი საბედისწეროუმი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, აი შავნაბადას ისტორია სწორედ მოგეხსენებათ მას უკავშირდება, იქ არის როცა მცირერიცხოვანი ქართველი მტერი ცდილობდა რომ შემოდა ბევრად მასზე მრისხობრივად აღმატებულ მტერს მათ შემწეობის აღმოსაჩენად მოევლინათ შავნაბად მოსხმული ჭაბუკი, რომელიც
როგორც შემდგომში გაიყო, იყო წმინდა გიორგი და სწორედ ამიტომ ეწოდება შავნაბადა წმინდა გიორგის შავნაბადა. და ასევე აი ძალიან საინტერესოა წმინდა გიორგი მთაწმინდელთან აღწერილი შემთხვევა, როცა წმინდა გიორგი მთაწმინდელი ათონის მთაზე მოღვაწეობდა მოგეხსენებათ, ათონის მთაზე ადიოდა და მას წყალი დახვდა წინ და ვერ ლახავდა ამ წყალს, წმინდა გიორგი ხილულად მოევლინდა და შემდგომ თავად წმინდა გიორგი მთაწმინდელი ამბობს, რომ ის ვინც მე მომევლინდა იყო წმინდა გიორგი. ზოგადად ჩვენ უნდა ვთქვათ ის, რომ მაგალითად წმინდა გიორგის შესახებ მაგალითად აი კირიონ კათალიკოსი ამბობს რომ იგი იყო კაბადოკიელი მესხი ასე ბრძანებს იგი ანუ რაღაცა ქართველურ ნათესაობაზეც კი მიუთითებს ეს ყოველივე აი არსენ იყალთოელს წმინდა არსენ იყალთოელს აქვს ძალიან საინტერესო ცნობა რომ იგი ბრძანებს რომ წმინდა გიორგი და წმინდა ნინო იყვნენ ბიძაშვილებიო ბრძანებს იგი და ერთი ფაქტია რომ წმინდა გიორგის შესახებ საქართველოს ეუწყა სწორედ წმინდა ნინოს მიერ რომელმაც იქადაგა ჩვენს ქვეყანაში და მანვე ააგო მისი სახელობის პირველი ტაძარი ბოდბეში სადაც შემდგომში თვითონაც მოგეხსენებათ დაიგრძელა მისივე ანდერძის თანახმად და აი რაც ყველაზე საინტერესოა რაც თქვენ ბრძანებს თქვენ შეკითხვაში ვახუშტი ბატონიშვილი თავის ცნობილ აღწერა სამეფო საქართველოსაში ამბობს რომ საქართველოსიო გორაკი და ბორცვიც კი არ არსებობსო სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ იყოს ან სამლოცველო ან რაიმე ნიში ან რაიმე ხატიო აი ეს ყოველივე თუმცა ერთი უნდა აღვნიშნოთ ჩვენ აქ ნათესაობა ზოგადად წმინდა გიორგისთან არ არის ასე ვთქვათ გამოხატულება ზოგადად ხა ქრისტეს ებრაელი იყო მაგრამ ებრაელებს ამან არ უშველა და ქრისტე ჯვარსაც ხო თავარი არის ჩვენი მისია რა არის აი რაც ყველაზე მთავარია რომ თუ ჩვენ გსურს ვიყოთ წმინდა გიორგის შვილნი უნდა ვემსგავსოს მათ მის საქმეში ხატებზე მინდა გკითხოთ სხვადასხვანაირად გამოსახავენ ხატმწერები წმინდა გიორგის მაგრამ ძირითადი სცენა ეს არის წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვის სცენა აი იკონოგრაფიას დეტალურად რო აგვიხსნათ რას ნიშნავს ჯერ ეს სიმბოლო როდესაც წმინდანი განგმირავს გველეშაპს და ზოგადად როგორ გამოისახება წმინდა გიორგი ხატებში მეც დავამატებ ასევე ალბათ ეს არის ერთადერთი წმინდანი რომელიც ცხენზე ამხედრებული ხდება ხატებზე და ნინო გველეშაპი ახსენა ასევე ხვდებით დიოკლეტიანეს განგმირვის სცენასაც და აი რა განსხვავებაა ასევე ხვდებით მესამე ტიპსაც მხედარი ანუ მხოლოდ წელამდე გამოსახული შუბით აღმართული უფრო ეს ქართული ვარიანტა სვანეთში ხდება ძალიან ხშირად რა თქმა უნდა ყოველ ხატს აქვს თავისი საფუძველი აი დავიწყოთ ყველაზე მეტად გავრცელებული წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვით. ამის საფუძველი გახლავთ წმინდა გიორგის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი სასწაული უამრავია, აქ მე მინდა აღვნიშნო, გამომჩა უამრავი სასწაულია წმინდა გიორგის მიერ აღწერილი მის ცხოვრებაში და მისი გარდაცვალების შემდგომაც. და აი ეს სასწაული უკავშირდება ქალაქ ლისიას და მის მმართველ სელენიოს ეს წარმართი მმართველი იყო, რომლის ურჯულოების გამო ღმერთმა ამ ქალაქს მოუვლინა საშინელი სატანჯველი, კერძოდ ამ ქალაქთან მდებარე ახლო ტბიდან ყოველ დღე ამოდიოდა საშინელი გველი, გველეშაპად წოდებული, ასე ვთქვათ, რომელიც ადამიანებით იკვებებოდა, მუსრაულ ადამიანებს და ისევ უკან ჩადიოდა ხოლმე ტბაში. ვერანაირი ღონისძიება მიმართული მის წინააღმდეგ ვერ იყო და არ იყო შედეგის გამომღვივი და რა თქმა უნდა ეს ღვთის მიერ მოვლენის სასჯელი იყო და ბოლოს ასეთი და ხალხმა სელენიოს ბრალი დასდო იმაში რომ იგი არიღებდა სათანადო ზომებს აი ამ საშინელი მხეცის წინააღმდეგ და მას შეეშინდა ხალხის ჯანყისა და ასეთი რამ შესთავაზა საზოგადოებას რომ ყოველ ადამიანს ყოველ დღე როცა ამოვიდოდა ეს გველეშაპი საკუთარი შვილი მიეცა შესაჭმელად და როცა მისი ჯერი დადგებოდა მას ერთადერთი ქალიშვილი ყავდა ისიც თავის ქალიშვილს მისცემდა მას ასეც მოხდა და როცა მისი ქალიშვილის
ასე ვთქვათ, ჯერი და რიგი დადგა, რა თქმა უნდა, მას ძალიან გაუჭირდა ეს და სთხოვა კიდევ ერთხელ ქალაქის მცხოვრებლებს, რომ ეგ უამრავ ოქროვერს გასცემ და ოღონდ საკუთარი ქალიშვილის სიცოცხლით დაენდოთ, მაგრამ მოსახლეობა ამაზე არ დათანხმდა და მოკლედ აი ამ ცნობის თანახმად ეს ქალი თავად დგება აი ამ მასთან, რა ქვია, ტბასთან და ელოდება გველეშაპს. და ამ დროს ჩამოივლის კაბადოკიისკენ მიმავალი წმინდა გიორგი, რომელიც დაინახავს რა ამ ქალს და გამოკითხავს მას და შეიტყობს მისგან თუ რა ხდება და როგორ ხდება. წმინდა გიორგი რჩება მასთან და ეუბნება, რომ იგი განგმირავს გველეშაპს. და მართლაც ეს გველეშაპი ამოდის და წმინდა გიორგი ღვთისმსახელით მიმართავს მას, რომ დამორჩილდეს და აი ამ ქალს ეუბნება, რომ სარტყელი შეიხსნას და სარტყელს მოაბავს კისერზე და მიყავს ქალაქში. რა თქმა უნდა, ხალხი გაუგნებულია, როცა ხედავენ ამ გველეშაპს წმინდა გიორგისადმი დამორჩილებულს და წმინდა გიორგი ხალხს ეუბნება, რომ იმ შემთხვევაში განგმირავს ამ გველეშაპს, თუ კი ისინი ქრისტიანობაზე მოიქცევიან. და მართლაც მთელი ქალაქი სელენიოსის მეთაურობით აღიარებს ქრისტეს და ქრისტიანობას, რის შედეგადაც წმინდა გიორგი მას განგმირავს. აი სწორედ ეს ისტორიაა საფუძველი აი ამ ცნობილი ხატისა, თუმცა მეორეს მხრივ აქ სიმბოლიკა დევს ზოგადად ქრისტეს, ქრისტიანობის მიერ ბოროტების ძლევა, ანუ ერთადერთი მძლეველი ეშმაკისა, ბოროტებისა და ცოდვისა არის ქრისტეს მადლი. და დიოკლეტიანეც ამ ბოროტების სახეა ალბათ. ბოროტების და საინტერესო არის ეს განსაკუთრებით დიოკლეტიანეს ხატის შემთხვევაში, რომ რეალურად მოხდა პირიქით. დიოკლეტიანე მოკლა წმინდა გიორგი, ხო? და ხატზე გამოსახულია პირიქით. წმინდა გიორგი გმირავს დიოკლეტიანეს და რა თქმა უნდა, აქაც იგივე იდეა დევს, რომ და ზოგადად მოწამეობა ეს არის, რომ რატომ ზეიმოთ ჩვენ, ხო? ერთის ხრი შეიძლება ადამიანები მოკლეს და რატომ დავიზეიმოთ მისი სიკვდილი, თავის მოკვეთა და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის ქრისტიანული გაგება, რომ ეს ადამიანები კი არ მოკვდნენ, არამედ გარდაიცვალნენ, გადავიდნენ ზეცის სასწაულში და შეირაცხდნენ შემდგომ ადამიანთა მიერ წმინდანებად და არიან მარადის მეოხნი ჩვენთვის ქრისტეს წინაშე. და მათი სიკვდილით ათასობით ადამიანი ცხონდა და გადარჩება, ხო, მათი მაგალითით. მამა გიორგი, ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ის თაობა ვართ, რომლებიც არ ვართ ნამყოფი ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კუთხეში საქართველოს კუთხისა გულისხმობ აფხაზეთს და მე გადმოცემით ვიცი ჩემი მეგობრებისგან, ვინც არიან იქიდან წამოსულები, რომ ეს იყო ერთ-ერთი განსაკუთრებული დღესასწაული, რომელსაც ერთად ზეიმობდნენ ხოლმე ქართველები და აფხაზები და ვისარგებლოთ ახლა შემთხვევით და წინასწარ მივულოცოთ ჩვენს ძმებს, როგორც ამას ხშირად ამბობს ხოლმე ჩვენი უწმინდესი, აფხაზებს და ოსებს, ასევე ცხინვალის ვახსენოთ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არიან ადამიანები, ვინც უყურებენ ამ ტელევიზიას ზოგადად და ამ გადაცემებს. დიახ. კოცხომ არ მიულოცავდით და დაგემშვიდობებით. დიდი სიამოვნებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამის საშუალება მომეცით. ჩვენი ერის დიდი ტკივილია ის, რაც მოხდა, მაგრამ მე განსაკუთრებულად მინდა მართლაც მივულოცო ჩვენს ძმებ აფხაზებს და ძმებ ოსებს და სხვა ტერმინი არ არსებობს ჩვენ შორის ურთიერთობის განსაზღვრელი და წმინდა გიორგი ვფარავდეთ, ჩემო გარგებო, ჩემო ძვირფასებო და ინებოს წმინდა გიორგიმ, რომ მისი ძლევამოსილების მადლით, მისი მეოხების წინაშე ღვთისა ჩვენისა მოხდეს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ჩვენი ძმური თანაცხოვრება, ისე როგორც ცხოვრობდით ადრე. ღმერთმა ინებოს და ღმერთმა დაგლოცოს და დაგლოცოს ჩვენ და სრულიად საქართველოს. იმედია, რომ მალე ერთად ვიზეიმებთ არა მარტო ამ სხვა დღესასწაულებსაც და წირვის ბოლოს მრავალჟამიერსაც ერთად ვიმღერებთ. ამინ. დიდი მადლობა შევახსენოთ მაყურებელს. სიორის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დიაკონი გიორგი ვაშალომიძე გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი. შეგახსენებთ ჩვენ წინ სწრებად საუბრობდით წმინდა გიორგის დღესასწაულზე.